მოგესალმებით მეგობრებო, ეთერშია თავისუფალი პოდკასტი თავისუფალი ადამიანებისთვის. ეს არის ნებას პოდკასტი, რომელსაც წავიყვან მე ნიკა წერეთელი, თამას ტუღუში და ქალბატონი დეა ყოლბაია. ქალბატონი დეა ყველამ იცის, ძალიან კარგი ექიმია, ძალიან კარგი პათოლოგანატომი და პირველი შეკითხვა, რაც იქნება, მოდი ვიტყვი, საიდან ჩდება თქვენი აზრით დამოკიდებულება? უპირველეს ყოვლისა მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ყველაფერი მორფოლოგიის, პათოლოგიური ანატომიის, ანუ დიდი ბიოლოგიის გადმოსახედიდან ეს არის ნივთიერებები. ყველაფერი ჩვენს ორგანიზმში ეს არის ნივთიერებების კოქტეილი. ჩვენ ცდეს მაგიდაც პრაქტიკულად მსგავსი მოლეკულური პანელია იშვიათი გამონაკლისის გარდა, მაგრამ ეს მაგიდაა და ადამიანი. აქაც არის წყალბადი, ჟანგბადი, ფოსფორი, გოგირდი, რკინა. ჩემთანაც არის იგივე, მაგრამ აქ მოზაიკა, განლაგება, კომბინაცია, დიზაინი არის სხვა, აქ სხვა. ანუ მატერიის დიზაინი აქ არის ისეთი, რომ ამას არ აქვს სიცოცხლის ტარების უნარი. ჩემს სხეულში მოლეკულების პანელი დიზაინი არის მოწყობილი ისე, რომ ჩემს სხეულს ამ ეტაპზე აქვს სიცოცხლის ტარების უნარი. ეს ყველაფერი არის მოლეკულების დამსახურება. ყველაფერი იწყება ჯერ კიდევ იქიდან, როდესაც სპერმატოზოიდი, საიდანაც უნდა მივიღოთ ჩვენ მამრობითი მამისგან ინფორმაცია და კვერცხუჯრედი, საიდანაც ჩვენ უნდა მივიღოთ მდედრობითის ინფორმაცია, ანუ დედიდან და მამიდან, ხომ? ანუ აი ეს მომენტი, რომ მამის ორგანიზმში სპერმატოზოიდი და დედის ორგანიზმში კვერცხუჯრედი. აი ეს პოტენციური შენ, ხომ? ხარ ნაწილი მამაში და ნაწილი დედაში. შენ უკვე გამოიარე დედის და მამის სხეულის ეტაპი და გამთლიანებით ჩვენ მივიღეთ ეგრეთ წოდებული განაყოფიერებული კვერცხუჯრედი, ანუ ზიგოტა და შენ იყო დრო, როდესაც იყავი ერთი უჯრედი. ანუ შენ იყავი ერთი უჯრედი. შემდგომ ეს ერთი უჯრედი გახდა ორი, გაიყო 2-დან 4, 6, 8 და ასე გეომეტრიული და ექსპოზიციური ზრდით ჩვენ 9 თვეში მივიღეთ ახალი ორგანიზმი. სადაც გეტყობათ. და შიშიტენები ბევრად ხშირად ინტელექტუალები არიან. და აი ეს მრავალუჯრედიანი ორგანიზმი ყველა არის ერთი და იგივე გენეტიკური პანელის მატარებელი. ანუ ყველა თქვენს უჯრედში ყველგან ერთი და იგივე გენთა კომბინაცია. მაგრამ არის ტვინი, ღვიძლი, თირკმელი, ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერთნაირი გენებია ყველგან, არის გენთა შერჩევითი ექსპრესია, ანუ ღვიძლის გენები მუშაობს, თავის ტვინში თავის გენები. ეს რატო გვჭირდება? აი მაგალითად არის ესეთი ნივთიერება, რომელსაც ქვია კატექოლ-O-მეთილტრანსფერაზი. ანუ ეს არის კომტ გენის პროდუქტი. აი ეს კატექოლ-O-მეთილტრანსფერაზა კომტ გენი. აი ეს არის გენი. არა, ნახეთ, ძალიან მარტივია. კატექოლ-O-მეთილტრანსფერაზა ნიშნავს იმას, რომ ეს არის ნივთიერება, ფერმენტი, რომელიც გარდაქმნის კატექოლამინებს. აი მაგალითად ეს არის ნორადრენალინი, ადრენალინი, დოფამინი, ხო? ანუ კატექოლამინების O-მეთილ, ანუ მეთილიზაციის გზით ტრანსფორმაციას იწვევსო. ნახეთ, კატექოლ, ანუ კატექოლამინების O-მეთილ, ეს ჯგუფია, მეთილის ჯგუფით მეთილიზაციით ტრანსფორმაციას იწვევს. კატექოლ-O-მეთილტრანსფერაზა განაპირობებს დოფამინის, ნორადრენალინის, ადრენალინის გარდაქმნას. თუ ეს ნივთიერება არის დაზიანებული, რამე თუ მისი გენი დაზიანდა. ესე იგი დაზიანდა ფერმენტი. ანუ გენში მუტაცია. მუტაციის შედეგად მივიღეთ მუტანტური არასწორი, არასრულფასოვანი ფერმენტი კატექოლ-O-მეთილტრანსფერაზა, რომელიც არასწორად გარდაქმნის
ამ ნივთიერებებს. ეხლა ნორადრენალინი არის სიმამაცე, გამბედაობა, ადრენალინი არის შიში, პანიკა, დოფამინი რა არის? ეს არის ექშენი, დრაივი, ცნობის მოყვარეობა, მძაფრის შეგრძნებები, ხო? და თავარი რა ჯილდოს მოლოდინის განცდა. აუ მე რომ ეს მექნება, აი მე რომ ამას განვიცდი, აუ რა ნეტავ როგორია. და ეს ნეტავ როგორია შეგრძნება და შემდგომ რატომაც არა. ბადებს იმას რომ ესენი არიან ექსპერიმენტატორი ტიპები. თუ ამას სწორი მიმართულება აქვს, ოჯახი აღზრდა, გარემო, ქუჩა, სკოლა და ასე შემდეგ და გაგიმართლა, მაშინ იქნები კარგი მკვლევარი. აი მაგალითად ჯუნგლებში რომ დადიან ბადით ესეთი იმებით და პეპლებს აგროვებენ ცნობის მოყვარე ხო დაწერს მე წიგნს რაღაცა ბესტსელერი მე ხო მაგრამ თუ არ გაგიმართლა მთლად ბოლომდე მაშინ რას მივიღებთ რომ ამ ნივთიერების კომპტის უკმარისობის შედეგად მუტაციას მივიღებთ ბიოქიმიურ პატარა აპოკალიფსს მივიღებთ თუ ამ ნივთიერების უკმარისობა ფუნქციური რაოდენობრივი და ასე შემდეგ დაქვეითებულია ხო ესე იგი აღარ მოხდება დოფამინის დროული დაშლა ანუ უпростоად გარდაქმნა ეს დოფამინი რომ გამოიყო ნუ სადღაც 20 წუთში უკვე და განეიტრალდეს შენ თუ რისხვაში ჩავარდი ხო აი ნორადრენალინი წამოვიდა მე ადრენალინი მე ტესტოსტერონი დაემატა მე დოფამინი დაემატა და რისხვაში ღარ ლეწავ ყველაფერს 20 წუთში ამან უნდა გაგიაროს ხო ეს პირველი 20 წუთია დამიში გამაკავე და შეიძლება შემოგაკვდეს დამკავებელი მაგრამ მე ეს აი თუ ეს არის რეგულაცია ხო თუ ეს დეფექტურია ეს არ ხდება და მე სუ ერთი მაგალითი რა ხო ანუ ეს შეიძლება შეეხოს როგორც აგრესიას ასევე მაგალითად დამოკიდებულებას აგერ ბატონო დამოკიდებულია ანუ ხანგრძლივად არის ეს ნივთიერება ანუ ხანგრძლივად გინდა ეს მძაფრის შეგრძნება ხანგრძლივად გინდა ეძებ მიზეს რამე დალეწო ხო, ჩაკითხვას იმიტომ ვაკეთებ, რომ საზოგადოებასაც გასაგები იყოს, რასაკვირველია. ეხლა ნახეთ, ესე იგი, პირველი მომენტი, რომ არ იშლება დროულად ეს, არ იშლება დროულად. ესე იგი, დიდი ხანი არის სინაფსში ეს ნივთიერებები. სინაფსი რა არის? სინაფსი არის წარმოიდგინეთ ესეთი რამ. აი ეს არის ეგრეთ წოდებული პრესინაფსი, ნერვული უჯრედის დაბლოება ერთი და ეს არის მეორე. აი ეს თქვათ ერთი პირველი, ეს არის პირველი, ეს არის მეორე, პრე და პოსტ. ხო? და აი ეს სივრცე. აი ეს შუაში. აი ამას ქვია სინაფსური ნაბრალი. აი მოვიდა დოფამინი, გადმოვიდა, იმოქმედა და უნდა დამშვიდდეს. ბინაიდან დაზიანებულია ბევრ ხანს არის აქ, ეს სულ და ასე ასხივებს ბატონო ნაპერწკლებს ისვრის ეს ნეირონი ეს და ეს არის ამისთვის გჭირდება დამამშვიდებლად დამამშვიდებელი ნახეთ აი ნეიროლეპტიკები მაგალითად რომ გამოიყენება ხო მე არ ჩამოვთვლი სახელებს რა ნეიროლეპტიკი არის ნივთიერებები რომლებიც თრგუნავენ აი ამ დოფამინერგულ აი ამ სისტემას ნახეთ რა შეასაქმე არ არსებობს შენი ხასიათის თვისება თავისებურება ემოცია, ვნება, მანკიერი თუ კარგი მხარე, ნიჭი თუ უნიჭობა, აი მე ამას მივხვდი და მე ამას ვერ მივხვდი. ყველაფერს აქვს მოლეკულური საფუძვლები. ისევე როგორც მაგალითად იუმორი. აი ეხლა თქვენ გაქვთ არაჩვეულებრივი იუმორი. იუმორი, ესეც ხო იუმორია. ნიშნავს ფუძიდან წარმოებული სიტყვა ჰუმორ. ჰუმორ ნიშნავს სითხე. ანუ ძველი ბერძნები თვლიდნენ რომ ტვინში არის რაღაცა სითხე, ხო ესე იყო სტიქიების მიხედვით, აი წითელი სითხე არის სისხლი, თეთრი სისხლი არის ლიმფა, ყვითელი სითხე არის ნაღველი და შავი სითხე მელანქოლია, ქოლე, ესე მუქი და ანუ მელანქოლია უკვე დეპრესია. ნახეთ, თუ დოფამინი ხანგრძლივად არის, თუ დოფამინი ბევრია აი ეს არის აი ეს ხო ეს დრაივი მიჯაჭულობა ეს ადიქცია მძაფრის შეგრძნებებისადმი მაგრამ თუ ჩვენ ჩამოვაგდეთ ეს დოფამინი მაღალი დოფამინი და პლუს ახლა ეს ჯოჯოხეთული კოქტეილი ხო იქ ნორადრენალინი იქ ადრენალინი იქ ჰისტამინი იქ ტესტოსტერონი დოფამინი დაბალი არა თუ დოფამინი და თუ ის აქედან მოდის ხო ხო აი ეს არის აი გენთა კომპლექსი დედიდან მამიდან მე ის მებიდან და მე ჩვენ ძალიან საინტერესო კვლევას ვახსენებთ სადაც სტრესი და განსაცდელი მემკვიდრულად გადადისო
აი სტრესი რომ მოხდა ის აღიბეჭდა სხეულში და გენეტიკურ დონეზე აისახა სხეულში. ეხლა იქ გადმოდის ეს ბაბუის ნაჭამი წყემალის ამბავია. არის კი. და აი ეხლა წარმოიდგინეთ რომ ნეიროლეპტიკით შენ აი ეს ეხლა გადამეტებული რაც ჩვენ აღწერეთ ეს არის ფსიქოტური მდგომარეობა. ეს არის რაღაც შიზოაფექტური აშლილობა მაგალითად ხო? ან შფოთვითი აშლილობა, უამრავი აშლილობებია. ხო, მაგრამ ამას რომელ ასაკში ვიგებთ? გაჩნია რა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე. ეცეთ არის დიდი ფსიქიატრია, მცირე ფსიქიატრია და მერე არის ფსიქოლოგია და ასე შემდეგ. ხო, აი დიდი ფსიქიატრია და ყველაზე ცნობილი რა არის, როდესაც არის თავარი პრობლემა რა, სულსო ნაწილები არა აქვს, ამბობენ ბერძნები. სული არის მთელიო. მთელია კი ბატონო. მაგრამ თუ ეს მთელი რაღაცა მიზეზის გამო დაიშალა და მოხდა განხეთქილება. ამას ქვია განხეთქილება, ანუ სხიზმა. აი დიდი განხეთქილება გახსოვთ, დიდი გაყრა რომ გაიყარა ეს რელიგიური მიდერი. სხიზმა, შიზოფრენიოს მდგომარეობა, განხეთქილებაში მდგომარეობა. იმას შიზოფრენია, ეს არის დიდი ფსიქიატრიის პრეროგატივა. და აი მაგალითად ობსესიურ კომპულსიური აშლილობები ან მანიაკალურ დეპრესიული, ხო, მანიაკალური დეპრესია არის ციკლია. აჟიტირება, დეპრესია. ანუ თუ ცხოვრება არის აი ეს, კარგ ხასიათზე ვარ, ცუდ ხასიათზე ვარ, კარგ ხასიათზე, ცუდ ხასიათზე, ხო? მე მაქვს უფლება ვიყო მოწყენილი. მაქვს უფლება ვიწუწუნო. მაქვს უფლება სიტყვაზე უწმაწურადაც მაგალითად, მაგრამ ეს ხო არ უნდა იყოს რეჟიმი მუდმივი. და აი ეს მაღალი ამპლიტუდა, რომ ძალიან აჟიტირებული, რომ თებს დავძრავ და მე ვარ რაც ვარ და მე რექვევით რომ მე არა რაობა ვარ და ნეტაბრატო არ ვკვდები. ეს პოლარობა არის პათოლოგია. ანუ აი ეს ნორმა და ეს არის პათოლოგია და აი ამ ფერმენტული სისტემების გამართული მუშაობა აი ეს არის. და მუტაცია არის ეს. ხო? ანუ ნახეთ გენეტიკურად პირობადებული და აი ახლა ეს მაგალითად კომპტ გენის უამრავი ვერსია გვაქვს ჩვენ, ხო? და ამათი წარმოიდგინეთ რამდენნაირი მუტაცია შეიძლება მოხდეს. მე ხო აი მე მაგას პასუხობ სწორედ, რომ იმისა და მიხედვით მუტაციის ხარისხი მისი არსი როგორია, ხო? ორივედან, დედიდან და მამიდან მუტანტური გენი მიიღო, ან თუ მხოლოდ ერთიდან. ეს მუტაცია შეეხო წერტილოვნად ერთ, თქვათ, ტრიპლეტს ნუკლეოტიდის ერთი ამინომჟავი ცვლილებაა თუ მრავალჯერადი, ხო? ანუ მასშტაბი ასტრონომიული მრავალფეროვნება. ამიტომ შეიძლება დაიწყოს თუნდაც გარდატეხის ასაკი და როდესაც იწყება სქესობრივი მომწიფება და უკვე შენ ამბობ, რომ აქ არის აუტისტური სპექტრი. შიზოფრენიისთვის დამახასიათებელია აუტისტური ტიპი ხასიათის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუტიზმი შიზოფრენია. მე ვამბობ, რომ შიზოფრენია, მე კი არ ვამბობ, ფსიქიატრი ამბობს, რომ შიზოფრენიისთვის დამახასიათებელია აუტისტური ტიპი აზროვნებს აუტოს თვით. ანუ ეს ადამიანი თავის ილუზორულ წარმოსახვით სამყაროში ცხოვრობს და მისთვის ეს უფრო ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე გაარე ობიექტური რეალობა. ჩვენ ყველანი წარმოსახვებში ვცხოვრობთ. და მიჯაჭვულობის, ნარკომანიის, თუ ლუდომანიის, თუ ალკოჰოლიზმის, თუ სხვა მანიების მიზეზი, სწორედ ის არის, რომ შენ სამყაროში ხარ ჩაკეტილი. შენი სამყაროდან, შენი ილუზორული სამყაროდან ვერ გადმოვდიხარ, ხო? ეხლა ნახეთ ეს კომპტგენი. როდესაც ჩვენ ვცდილობთ ფსიქოზური ეს მდგომარეობა, ეს აფექტური აშლილობა, როგორმე გავანეიტრალოთ და მივეცით ნეიროლეპტიკი, რომელმაც უნდა დაწიოს დოფამინი, ხო? შენ ხო აქვეითებ დოფამინს. აი ნეიროლეპტიკების ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება დასრულდეს მაგალითად დეპრესიით. იმიტომ რომ შენ ხო აგდებ დოფამინს ქვევით. და ჩვენ ხომ არ ვიცით ეს ნატიფი მექანიზმები სად რაკლებულობს, სად ჩვენ უხეშად მეტნაკლებად ვერევით, ხო? ანუ ძალიან მაღალი დოფამინი, ეს არის ფსიქოზი, ძალიან დაბალი არის დეპრესია. აი ამისკენ მიდრეკილებაც ასევე გენეტიკურად არის პირობადებული. თუმცა ეს ხო სულიერი მდგომარეობაც არის. ნახეთ, სულიერებაზე, როდესაც ვსაუბრობთ, ჩვენ გადავდივართ სულ სხვა რელსებზე. ეს არის ფილოსოფია, ეს არის რელიგია, ეს არის პოეზია, ეს არის ხელოვნება, მაგრამ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს არ არის მედიცინა. ჩვენთან სულიერი რა ვიცით? თუმცა მამოძრავებელი ხო ჩვენი ეგეთი წარი. ერთი წამით, აი თქვათ არა ვარ მორწმუნე და არ მჯერა. მორწმუნებაზე არ გეუბნებით. ეგება არ მჯერა სულის არსებობის.
ეგება მე ვამბობ რომ შიგნით ხო არის რაც გვამოწრებს. გავიგე. მოლეკულები. არა, იცით რა როგორი მომენტია, თქვენ ხართ მატერიალისტი, დაუშვათ, ხო? თქვენ ხართ იდეალისტი. თქვენ ამბობთ რომ სული, ხო? ეს ამბობს რომ ფსიქიკა და ფსიქოლოგიური მდგომარეობების სწრაფი ნაკადი, ხო? ანუ თქვენ საქმეს ბოლომდე ერთგულად გამოიკვლევთ, ხო? თქვენ დადებთ შედეგებს, მედიცინა, ბიოლოგია და ასე შემდეგ, ფიზიკა, ქიმია. თქვენსას ხომ განავითარებთ და მიაღწევთ გარკვეულ სიმაღლეს, ფილოსოფიური აღმოჩენებს და შემდეგ და ჩვენი შერიგება და ჩვენი დაზავება და საერთოს გამოძებნა იქნება ჭეშმარიტება. სული არსებობს თუ არ არსებობს, ვერ ვამბობთ, იმიტომ რომ თვითონ სული რა არის არ ვიცით. დეფინიცია რა არის სულის, რაო? რა არის? ხო, ცნობიერი არსებები ვართ. ცნობიერება არის? კი. კარგით. ესე იგი ცნობიერება უდრის სულს? არა. აბა? უნდა ჩამოვაყალიბო. კარგით. ანუ თუ ჩვენ ჩავთვლით რომ სული არის რაღაცა ღვთაებრივი, არა ატომისტური, რომლის ერთ-ერთი გამოვლინებაც არის ცნობიერება, ანუ სული ვლინდება როგორც ცნობიერება, მაგრამ ცნობიერება არ არის, არამედ გამოვლინდება როგორც ცნობიერება, მას შევთანხმდეთ, ხო? ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ამ ცნობიერების მატარებელი არის სხეული. კი ბატონო. ხო? კი ბატონო. ჩვენ ახლა სხეულზე ვლაპარაკობთ. კი ბატონო. და ვამბობთ რომ აი ამ ცნობიერების მდგომარეობა, როდესაც შენ მიჯაჭული ხარ სასმელზე, ნარკოტიკზე თუ სხვაზე, სხეულის თვისებიდან გამომდინარე ხარ მიჯაჭული. ანუ შენი სული იმ დღეშია რა, დღეშიც ყავს სხეული. კი ბატონო. გახსოვთ ეს მაგალითად ეს ინდურ ფილოსოფიაში ფხაგავად გიტაში მაგალითად არის ერთ-ერთი სურათი, სადაც არის ეტლი, რომელშიც ესე იგი ცხენები და ამ ეტლს ყავს მეეტლე და ეტლში ზის გამჭვირვალე არსება, რომელიც აი ასეა, მუნკის კივილის მსგავსი ეს გამჭვირვალე არსება ეტლში. ეს არის სული, ეტლი ეს არის სხეული, ცხენები ეს არის გრძნობათა ორგანოები და ეს ვინც ესე იგი მართავს მეეტლე, ეს არის შენი გონება, ჭკუა. ესე იგი შენი ჭკუა როგორ მართავს შენს ემოციებს, ისე მიექანება შენი სხეული და ისეთ დღეშია შენი სული. და აქეთ უფსკრულია. ჩვენ ვსაუბრობთ სხეულზე, მესაჭეზე, ის მგზავრი ვინ არის, რა არის, ჩვენ არ ვიცით, ის უბრალოდ ჩვენი თემა არ არის დღეს, ხო? ამრიგად ერთ-ერთი მიზეზი მიჯაჭულობის ეს არის მაგალითად კომპტ გენის დეფექტი, როდესაც სულ მაღალია დოფამინი, ნორადრენალინი და სულ ეძებ მძაფრ შეგრძნებებს. მეორე არის მაგალითად მაო. მაო რა არის? მონოამინოოქსიდაზა. ესეც ფერმენტია, რომელიც ახდენს მონოამინების გარდაქმნას. თქვათ სეროტონინი მათ შორის, ისევე როგორც დოფამინი და ასე შემდეგ. ანუ სხვა აი მონოამინოოქსიდაზა გეუბნება მონოამინების ამინომჟავებიდან არის წარმოებული, ძალიან პატარა მოლეკულებია ეს ჩვენი სეროტონინი, დოფამინი. და ამათიო მონოამინოოქსიდაზა, ანუ ჟანგვითი გარდაქმნით. აი თუ აქ იყო მეთილირებით, ხო, კომპტ ხო? კატექოლო მეთილ ტრანსფერაზა, მეთილიზაციით. აქ ხდებაო მონოამინოოქსიდაზა ჟანგვით მიდისო. იგივენაირად ისიც თუ დაზიანებულია, მაო, მაშინ აღარ ხდება ამ მედიატორების დაშლას და სინაფსში მაღალია დოფამინი, სეროტონინი და აი მაგალითად აღმოჩენილია, რომ ახალ ზელანდიაში მაორისტომი, ხო გახსოვთ? აი ესე რომ ესე და ძალიან აგრესიულები რო არიან. კი ბატონო. ნაციონალური ცეკვაც ესეთი აქვს, ძალიან აგრესიული და ხო, ხაკა ქვია, ყველაფერს ხაკა ქვია მაგას, ახალ ზელანდიურს. როქვა. ხო. ცეკვა არ არის, როქვა. ხო, აი მაგათი ისიც არის, რაგბის გუნდი არის, ხო, ის არის, ხაკა ქვია. ხო, აი ესე, ხო? აი ძალიან აგრესიული. კომატეს რო ყვირიან. რო აშინებენ ერთმანეთს. ხო. ანუ ნახეთ, ეს არის რა, კულტია აგრესიის. ანუ ითვლება, რომ აი კაცი, რომელიც ასე იჩხუბებს ის კარგი ბიჭია. ხო, შეთანხმებულია საზოგადოება იმ მაგაზე. ანუ ეს მოსაწორე მოდაშია. კი, საზოგადოებას არ აწუხებს. შვიდათ მოლაპარაკე ბიჭი, ვთქვათ, ესეთი რამე, ის არ ითვლება საერთოდ, ხო, არაფრად. ხო, აქ ჩვენთან კარგი არის. ჩვენთან, ნახეთ, ჩვენთან კარგია ზომიერება. რატო არ შეიძლება იყო დაკონტროლი და მშვიდი, როგორც თაზო. ანუ შეიძლება იყო ნახეთ, როგორც მე. რა აღმოჩნდა, რომ აი აქ მაორის ტომში, სადაც არის ეს აგრესიის კულტი და ქალებიც არანაკლებ აგრესიულები არიან, ცხვირპირის მტრევა მოდაშია. აღმოჩნდა, რომ მაო, ასე იწერება. მაო, მონოამინოოქსიდაზა. ამის დეფექტია მთელ ამ მოდგმაში.
რის შედეგადაც ეს ნივთიერება არის დაქვეითებული ფუნქციის და ეს ნეირომედიატორები, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენს ხასიათს, ტემპერამენტს, სიახლისადმილტოლობას, აგრესიას და ასე შემდეგ, ეს ნივთიერებები დიდხანს არ იშლება. ბევრია და ხანგრძლივად. რა არის მათთან? მიჯაჭულია კულტურა აგრესიის კულტთან. იქ მოდაშია. ეხლა ნახეთ, მაგალითად ალკოჰოლიზმი და ნარკომანია, ხო? იმისათვის რომ აი ჩვენ სამნი ვხედავთ და გეახლებით სასმელს ალკოჰოლურს. მე დავთვრები უცბად. მე ვერ ვსვამ. ერთ ჭიქაზე მე პირდაპირ ცუდად ვხდები. და თქვენ შეიძლება ხო? თქვენ შეიძლება ბევრი დალიოთ და არც არაფერი დაგეტყოთ. ესე იგი, ერთი და იგივე სასმელი ვერ ვამუშავებდი ალკოჰოლი. ვერ ვამუშავებ. ხო? ანუ ეს ალკოჰოლდეჰიდროგენაზა, ფერმენტი, ხო? მე მაქვს დეფექტი. ანუ მე არა მაქვს გამოცდილება, რას ნიშნავს თუმცა ეს ხო იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ არ შეიძლება იყოთ ალკოჰოლიკი. აი ნახეთ რა შეასაქმე. უყურე შენ. მე ვინაიდან ვერ ვამუშავებ ალკოჰოლს, ანუ მე არა მაქვს ალკოჰოლური თრობის გამოცდილება, ბიოლოგიურად რესურსი არა მაქვს. მე პირდაპირ ვიწამლები. ანუ ეთანოლი უნდა გადავიდეს, ხო, იშლება აი ამ ალკოჰოლდეჰიდროგენაზა და ალდეჰიდროგენაზა და ასე შემდეგ. ამით იშლება ეთანოლი, იშლება ალდეჰიდ რაღაცამდე, მოკლედ. აი ეს ალდეჰიდ ეთანოლი იწვევს თრობას. ეთანოლის რეცეპტორები გვაქვს ტვინში, მაგრამ ეს ხომ აცეტილ რაღაცა ალდეჰიდ რაღაცაში გადადის. აი ეს ალდეჰიდის რაღაცა იწვევს ინტოქსიკაციას, აი რასაც ქვია აბსტინენცია, ხო? ანუ პახმელიას რომ ვეძახი. ანუ მე კი არ ვთვრები, ვაუ რა კარგი. ვაი მე რა ცუდად ვარ ვიძახი. ნახე, ანუ ვინაიდან ნიველირება ხდება თრობის კი არ ვთვრები, ვიწამლები და ცუდად ვარ, მე აღარ დავლევ. ანუ თუ მე ცუდად გავხდი თრობის შედეგად და მე ვერ ვისიამოვნე, ალკოჰოლიკი ვერ გავხდები. მე ალკოჰოლიკი ვხდები მაშინ, თუ ეს ფერმენტი მე წესრიგში მაქვს და ეს ჩემი ეთანოლი გვიან გადადის ალდეჰიდში. კი ბატონო. ხო? და ნელ-ნელა და მაქვს ის ფერმენტული სისტემა, რომელიც ამ ალდეჰიდს გამოიყვანს, ალდეჰიდ რაღაცაა, მოკლედ ეს პროდუქტი, აი იმას გამოიყვანს ნელ-ნელა ორგანიზმიდან და მე არ მოვიწამლები. ანუ იგივეა იმაზეც, აქვია წამალდამოკიდებულებაზე. აბსოლუტურად. უღოთ ფერმენტული. ხო, ანუ შენ რომელს ხა არის ოპიოიდი არის, ვთქვათ, ხო? ეს სხვადასხვა ხო ნივთიერებები არის. ხო, ყველა ნივთიერებას თავისი ფერმენტული სისტემა აქვს გარდამხნელი, ხო? ანუ მარიხუანა მე რომ მოუწიე და არ მომეწონა და რომ ვთქვი რომ ეს ჩემი არ არის, მე მარიხუანას მოყვანებელი არ არის. ნეირონებმა ვერ გადაამუშავა. არა, საზოგადოების გასაგონად ვამბობ, ხო, მე კი ვიცი რაც არის. კი, არა, ჩვენც საზოგადოებისთვის ვსაუბრობთ, ხო, რომ თქვენ თუ შენ იმ შემთხვევაში ხდები ამაზე უკაცრავად ჟარგონისთვის და შემჯდარ. ხო. როდესაც შენ ეს ქსიამოვნებს. შენ ქსიამოვნეს რაღაც დივიდენდს იღებ და იმიტომ იღებ იმ ნივთიერებას, თორე თუ მე დავლია და მოვკვდი, მე აღარ დავლევ. ნახეთ, აი მაგალითად ძალიან საინტერესო ის იყო გამოთქმა, რომ ისო სიცოცხლე არის მომაკვდინებელი სენი, რომელიც ყოველთვის სიკვდილით მთავრდება და გადადის სქესობრივი გზით. რა კარგი. და რომ არ იყოს შეჭიდული გამრავლება სიამოვნებასთან, ხო? იმიტომ რომ ინტიმური ურთიერთობა ჯანს არის სრულფასოვანი, შეჭიდულია დიდი სიამოვნების შეგრძნებასთან. რომ არ იყოს და რომ ყოფილიყო მაგალითად, რომ ბავშვის ჩასახვა აუცილებლად საჭიროებს 2 ფუთი მარილის შეჭმას, არ გაუმრავლდებოდეთ. იმიტომ რომ 2 ფუთი მარილის შეჭმა ძნელია. მაგრამ ვინაიდან შენ გაქვს ჯილდო, რომ თან პარალელურად მიიღებ, ხო, გამფლიანების, გაერთიანების ერთ სულ ხორცს და თან ეს ყველაფერი სრულდება დიდი ემოციური, ხო, ენდორფინების შხაპით, შენ თან მრავლდები და თან კარგად ხარ. ჯილდო გაქვს და იმიტომ და უკვე მოიფიქრე ისეთი რამ, რომ გამრავლებისთვის არა, ამ სიამოვნებისთვისაც გვაქვს ურთიერთობა. თუ ანუ ნახეთ, მე აი აქ იქ უნდა დაუბრუნდეთ, ვერ ჩავამთავრეთ. ანუ თუ რო შევაჯამოთ ეგ ნაწილი.
თუ მე არ მომწონს ოპიოიდების ჯგუფის რაღაცა, ჩემთვის მიუღებელია, მე ვერ გავხდები. ვერ ამუშავებს, მე ვერ გავხდები ნარკოდამოკიდებული, ანუ წამალ დამოკიდებული, ასე ვთქვათ. ენდორფინებზე, აი ნახეთ, ეს ოპიოიდები, ანუ შენ, აი ნახე, აი რო ამბობ, ეს ჩემი ნივთიერება არ არის. ესე იგი, შენ იმის გადამამუშავებელი სისტემა ფერმენტულ რეცეპტორული არა გაქვს. შენ ამბობ, რომ აი ჩემი არის სოკო. აი მე სოკოები მომწონს, იმის იქით არა. სოკო რა არის? სოკო არის სოკო, რომლითაც ესე იგი ეს სოკო, ხო, ფსიქოდელიკური სოკოები, ხო, აი მაშრუმები მაგალითად, ხო? ხო, აი საფთიაქო ნარკომანიაში რაც არის, ეგ არის? მე არ ვიცი ეგ. აი ნახეთ, აი ხო არის წითელი, ისა რა ქვია, ცადამყვანა შხამა სოკო, ამანიტა მუსკარია მაგალითად. ხო? რომელიც გამოიყენებოდა უძველესი დროიდან, აი წითელი კოპლებიანი კაბა, შამანი ქალების კაბა იყო, მერე იქცა წითელი კოპ, ხო? აი ბაბა იაგას თავზე ეს წითელი კოპლებიანი ეს არის ესეთი ეთნოფარმაკოლოგიის ელემენტი. რატომ? უძველესი დროიდან ჩვენ კაცობრიობა ვებრძვით ტკივილს. ტკივილს ვებრძვით ჩვენ. და აი მანც მივედით. ნახეთ იმისათვის, რომ ჩვენ მივიდეთ ტკივილის, აი ნოციცეფციური, ასე ქვია, აი ნოციცეფციური სისტემა, ანუ ტკივილგამაყუჩებელი სისტემა. აი მთავარი მედიატორი ეს არის სისტემა კალიკრეინ კინინოგენ ბრადიკინინის. ეს რა არის? ეს არის ის ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ ტკივილის შეგრძნებას. აი მოდის ესე და აი და შენ რა აღმოჩნდა? რომ მაგალითად დოფამინი, აი დოფამინი მაღალია. დოფამინი, ზაშკაливает რომ იტყვიან. მაღალია. ხო? მაღალი დოფამინი ნიშნავს იმას, რომ შენ აჟიტირებული ხარ, რომ შენ ეს გინდა. ნახეთ? აი ამ ფსიქოზურ მდგომარეობაში რა აღმოჩნდა, რომ დოფამინს აი ამ დოზით ახასიათებს პრონოციცეფციური, ანუ ზრდის ტკივილის ზღურბლს. ანუ ჩვეულებრივად მე რო დაგარტყა რა თქო, დედა მეტკინა, ხო? აი ამ პირობებში არ გტკივა. მაღალი დოფამინით ტკივილი შემცირებული გაქვს შეგრძნება. ანუ როჩხუბობენ ხოლმე რინგზე დოფამინი მაღალი აქვს, ამიტომ ტკივილი შემცირებული. იგივენაირი რო თქვა და შენ დივანზე წამოწოლებმა მიიღო, ხო? შეიძლება ტკივილისგან შოკში ჩავარდე. მაგრამ აი ამ მაღალი დოფამინის პირობებში არ გტკივა. ნახეთ, ჩვენ კაცობრიობამ ცდა შედეგის პრინციპით, ხო? აი ვიღაცამ შეჭამა ამდენი ეს სოკო, ან აი ეს თქვათ რაღაც სხვა მცენარე, ლილია იქნება ეს თუ ყაღაჩოს ბოლქვი, ხო? ყაღაჩოს ქვია მეტსახელად მუნჯი დარტყმა. ნიმოიუდარ. და ყაღაჩო იყო სიმბოლო სიკვდილის, სიყვარულის, ვნების, ერთდროულად არის სიმბოლო თანატოსის, ანუ სიკვდილის და მისი ტყუპის ცალი ძმის ჰიპნოსის, ანუ ძილის. ანუ ძველმა ბერძნებმა იცოდნენ და არა მხოლოდ მათ, რომ ყაღაჩო დოზა დამოკიდებულად გაძინებს ან გკლავს. ესე იგი იყენებდნენ მაგას. აბა რა თქმა უნდა, ეგვიპტის ფარაონების მუმიაში არის აღმოჩენილი ოპიატები. მათ შორის ყაღაჩო. რატომ? იმიტომ რომ სხვა გამაყუჩებელი ტკივილის არ იყო. ანუ პირველი მიზეზი, რითაც შენ ხდები გარკვეულ ნივთიერებაზე დამოკიდებული, ეს არის გენეტიკური განწყობა, რომ შენ გინდა მძაფრი შეგრძნებები. რომ მაგალითად ტვინში კი, მაღალი დოფამინია, გავიგეთ, ეს ფსიქოზური გაქვს სტატუსი და რატომაც არა. მაგრამ შეიძლება პირიქით იყოს დაბალი, ანუ დეპრესიისკენ მიდრეკილება. და სანამ ღრმა დეპრესიაში ჩავარდები, რომ სიცოცხლე აღარ გინდა, მანამდე ფაზებს ხო გადიხარ. ანუ შენ ცდილობ, ვისაც დაბალი აქვს. ან მაგალითად არის ესეთი D2R. D2R. ანუ დოფამინის რეცეპტორი ტიპი 2. რომელიც ეს არის სულ 5 ძირითადი რეცეპტორი არის დოფამინის. პირველი, მეორე, მეხუთე. დოფამინის 4 ძირითადი გზაა დოფამინერგული ინერვაციის და აი ეს ამიგდალა, სადაც შიში და აგრესია, ზოლიანი სხეული, თალამუსი, ლიმბური სისტემა, აი ჩვენი ხასიათი, მეხსიერება, ტემპერამენტი, აი ეს რატო ფიქრობ, ხო? რატო ფიქრობ? იმიტომ რომ ტვინი გაქვს ასე მოწყობილი. შენ ასე ამბობ ამაზე ახლა, იმიტომ რომ შენი კოქტეილი ტვინის მოლეკულებს არის ასეთი. და 2 წლის მერე სხვანაირად იტყვი. იმიტომ რომ მაშინ სხვანაირი იქნება ჰორმონული არსენალი.
და აი ეს D2 რეცეპტორი აი სწორედ ის რეცეპტორული პანელია, რომელიც განაპირობებს შენს ადიქციას. თუ ეს რეცეპტორი დაზიანდა. აი დოფამინი წესრიგშია, ნივთიერება თვითონ ნორმალური რაოდენობით არის. მაგრამ ამ რეცეპტორის, აი ეს რეცეპტორი ეს ძალიან საინტერესო რეცეპტორია, ის არის თიროზინ კინაზა დამოკიდებული. ანუ ნახეთ, აი ეს არის უჯრედი, თქვათ, ხო, ეს ნერვული და ხო? აი ეს არის ეს D2 რეცეპტორი. D2 რეცეპტორი. აი იმისათვის რომ აი ეს ინფორმაცია ჩამოვიდეს, აი ეს რეცეპტორია, ხო? აი D2 და ინფორმაცია უჯრედში უნდა ჩამოვიდეს. აი ეს რეცეპტორი გაფუჭდა. და აი ეს შენი დოფამინი კი ჩაჯდა აქ რეცეპტორში და უნდა იმუშაოს, მაგრამ რეცეპტორია დაზიანებული, D2 რეცეპტორი თუ არის დაზიანებული, დოფამინი არის ნორმალური, მაგრამ მისი უკმარისობაა და ასეთი ადამიანი ცდილობს შეივსოს გარედან და იღებს ნარკოტიკს. მიხდით? თვითონ ნივთიერება აქვს, მაგრამ რეცეპტორები აქვს დაზიანებული. გარედან იღებს ნივთიერებებს, რომ გამოიწვიოს ამისა და ის ხდება ნარკომანი. ასეთი პაციენტების მკურნალობა ბევრად რთულია. ანუ რეცეპტორული პანელი ეს გავს აი ინსულინ რეზისტენტობას, როდესაც ინსულინის რეცეპტორებია დაზიანებული, ინსულინი არის. მეგობრებო. ეს თქვა ბიოქიმიური რაღაცა რეცეპტორული ზღვაში წვეთი, რაც განვიხილეთ. მაგრამ მთავარი ფსიქოლოგიური ფაქტორი დამოკიდებულების პირველი, ეს არის ტკივილი. ეს არის შფოთვითი აშლილობა და ეს არის მიდრეკილება გატრაღიკულებისაკენ. ანუ ფიქრების გარემოქმნის. ნახეთ. მოდი ერთ რაღაცას დავამატებ რა. ესეთი კვლევა არის ჩატარებული, რომ ადამიანის ტვინი თავიდან ბავშვი რო იბადება, ნეიროკორტექსი ჯერ არ არის განვითარებული, ხო? ეს მერე 25 წლამდე ვითარდება. და ამ დროს რა ხდება? ეს სტრესი, რაც დაწერეთ, შფოთვი, ტკივილი, ეს შიში, ეს ყველაფერი ამიგდალასთანაა, ხო, კავშირში. ანუ ამიგდალა გამოყოფს სიგნალს, წამყვანი არის, რომ და რაღაცა შემოვიდა ინფორმაცია, ეს საშიშია, შფოთი შემოვიდა, ეს ამას აკეთებს ამიგდალა. მე უნდა გადავაწოდო მერე წინ თავის ტვინის კერპის პრეფრონტალურ ზონაში უნდა გადავაწოდო, სადღაც აი აქ მარჯვენა მხარეს, რომ მივიღო, რომ ლოგიკური აზროვნება ჩავთო და რაციონალიზაცია გავუკეთო იმას, რაც ხდება. ოკეია, რაღაცა ყუთი გადმოვარდა და არ არის საშიში მაგალითად. დიახ. ეხლა რა ხდება? ბავშვობაში განვითარებული ტრავმა, რელაციური ტრავმა, relational ტრავმა, ესე ქვია. ანუ ურთიერთობის ტრავმა, რომელიც ხდებოდა ქრონიკულად. ბავშვზე, მაგალითად, ქრონიკული აბიუზი როგორ არის, ძალადობა, ეს არის ემოციური, ფიზიკური, სექსუალური თუ ეკონომიური მნიშვნელობა არ აქვს. ამ ბავშვი გამოიწვია ის, რომ მას არ განუვითარდა პრეფრონტალური კორტექსი. მოდით ესე ვთქვათ, სათანადოდ არ განუვითარდა. სათანადოდ ამ ბავშვს არ ეცემა საშუალება იმისი, რომ იზრდება, მერე ეს ბავშვი ხდება ჩამოყალიბებული უკვე დასრული პიროვნება, მაგრამ მას არ აქვს საშუალება აი ეს შემოსული სტრესი, რო შემოდის რაღაცა გადაამუშავო, ანუ რას ნიშნავს გადაამუშავო? შემოდის სტრესი, რაღაცა შფოთი იწყება ჩემში, ან რაღაცა შიში და გავს ხო აქვს დამცავები. მაცალე. ხო და ხო უნდა გადავხარშო ეს რომ ეს ჩვეულებრივი სტრესი არის და ოკეი, მე ამას გავუმკლავდები. ამას ვერ აკეთებს ჩემი ტვინი, იმიტომ რომ არ მაქვს სათანადოდ განვითარებული პრეფრონტალური კორტექსი და ვრჩები მუდმივი, აი რასაც ვიძახდით, მუდმივი შფოთის მდგომარეობაში. ანუ სუსპოჩი ვარ რა. ან სუსპოჩი ვარ, სულ რაღაცა მტკივა, არ ვიცი რა მტკივა, რა მაწუხებს, გზნობა მაქვს რომ არ ვარ საკმარისი, რაღაცა ბარგი ვარ, არ უნდი ვარ, არ უყვარ ვარ, გამოყენებული ვიქნები, ან ყველაფერი უნდა აი მუდმივ სტრესში ვარ. და პრეფრონტალური კორტექსი ვერ ახდენს რაციონალიზაციას ამისას, იმიტომ რომ არ მაქვს სათანადოდ განვითარებული და ამ შემთხვევაში ადამიან თუ მიიღო რაღაცა მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის შეიძლება საკვები იყოს, შაქარმაც binge eating-ი, ანუ კვებითი აშლილობა როგორც ირთვება, ხო? ანუ რაღაცაზე გადავიტანო ყურადღება, ანუ ამ ტკივილს გავექცე რამენაირად.
ეს იქნება ნარკოტიკი, თამაში თუ რა იქნება და რას აკეთებს ახლა ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი შემოდის ჩემ ორგანიზმში, ეს ნივთიერებაა თუ ეს გრძნობები, შეიძლება თამაშისგან გამოწვეული იყოს, ხო? და ამიგდალას აჩერებს. მე ფიქრის საშუალება კი არ მეძლევა და ლოგიკურ აზროვნებას კი არ ვიწყებ ნარკოტიკს რომ მივიღებ მაგის მერე პრეფრონტალური კორტექსი კი არ იწყებს განვითარებას არა ამიგდალა ჩერდება შოშმინდება და ჩემი ორგანიზმი წყნარდება და ესე ვთქვათ სამედიცინო ენაზე ჰეტეროსტაზიდან შევდივარ ჰომეოსტაზში დისბალანსიდან გადავდივარ ბალანსში დისრეგულაციიდან გადავდივარ რეგულაციაზე გასაგებია მოდი ერთ შეკითხვას დავსვავ ორივეს დაგისვავთ ეხლა მშობელი ვარ და უყურებ ამ პოდკასტს და ვფიქრობ ძალიან კარგად ახსენით ეს ყველაფერი მაგრამ მე რა უნდა გავაკეთო რომ ჩემი შვილი არ გახდეს დამოკიდებული ანალიზები და არა ხო მიჩნდება შეკითხვა მე რა ვიცი ეხლა ზივა რა აქ და ჩემი გენეტიკა როგორი იყო როგორ მოხდა რაღაცა ნაყოფის ჩამოყალიბება 9 თვის განმავლობაში მე სტრესში ვიყავი თუ არ ვიყავი ეგეც არ ვიცი მე მამა ვარ და დედა რას განიცდიდა მამა ვარ თუ დედა ვერ გამიგია რა ხდება ვინა ვარ მე ჩვენ ხო ექიმებთან არ დავდივართ ეგეთი ხალხი ვართ რა მაშინ დავდივართ როცა ძალიან გაგვიჭირდება ღმერთსაც მაშინ ვთხოვთ ხოლმე დახმარებას როცა სასოწარკვეთაში ჩავარდებით ჩვენ ასე ვთქვათ ამ საუბრიდან ის გამოვიტანე ის დასკვნა რომ ძალიან ჯანმრთელები ვართ და ძალიან კარგად ვიღებთ ალკოჰოლსაც ნარკოტიკებსაც ამიტომ ხავს ბევრი ნარკო ალკო თამაში და რა ვიცი ბევრი დამოკიდებული ეს გამოწვეულია გასაგებია სტრესისგან და შიშებისგან მაგრამ რა გავაკეთოთ რომ ეს სტრესები და შიშები არ გქონდეს და როგორ მივიდეთ იმამდე რა ვიცი სულიერი სიმშვიდე იქნება თუ გონებრივი სიმშვიდე თუ რა ვიცი სტაბილურობა თუ ბალანსი აი მაინტერესებს მე მგონი პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს ბიოლოგიური ფაქტორები ჯანმრთელობას და შეჭიდული შეიძლება იყოს სპორტვითი აშლილობა მაგრამ არანაირი სერიოზული გენეტიკური თუ სხვა ფსიქიკური აშლილობა არ იყოს მაგალითად ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების არასწორი გამოყოფა ესე ხალხურად რომ ვთქვა აი მაგალითად ჰიპერთირეოზი როდესაც მოდის ძალიან ბევრი თიროქსინი თიროქსინი არის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი და ის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი თავის ტვინის განსაკუთრებით მოზარდებში ჩამოყალიბება. ამიტომ იოდ დეფიციტი არის გამოუსწორებელი და დრამატული შეცდომა ბავშვებში. ჩვენ იოდ დეფიციტური ზონა ვართ და როგორც წესი ჩვენ ზონაში იოდის მიწოდება ბავშვებისთვის უნდა იყოს სავალდებულო თან აუცილებლად მთელი წელი ზაფხულის გამოკლებით შეიძლება. ნახეთ ფარისებრი ჯირკვლის გადამეტებული ფუნქცია. ბევრი თიროქსინი მოდის, რის შედეგადაც არის ნერვული იმპულსის დაჩქარებული გადაცემა, აგზნებულია, ტემპერატურა 37 და 1, გაძლიერებული კვება, გაღიზიანებულობა, ახსნებულობა. ეს ყველაფერი არის ამ ჰორმონის მაგალითად ბრალი. ან აუტოიმუნური თიროიდიტია, როდესაც ანტისხეული ახდენს მიმიკრიას ამ ჰორმონისადმი და ამ რეცეპტორებზე მოქმედებს, რაზეც თიროქსინი და გვაძლევს აი ამ ძალიან ესეთ ხშირად შეუქცევად დაზიანებას თუ არ უმკურნალი. შეიძლება ეს იყოს მაგალითად შაქრის ცვლის მოშლა. ესე იყოს სუბკლინიკური ფორმა დიაბეტის და ასე შემდეგ. აი მაგალითად არის ძალიან საინტერესო კვლევა, რომ მოსამართლეები, რომლებიც საუზმიდან 2 საათის მერე, აი უკვე რომ შივდებათ, ხო? იღებენ გადაწყვეტილებას. ხო, სხვადასხვა არის, რომ აი თქვათ გავანთავისუფლოთ ვადამდე არა. და ჭამიდან მალევე აი სადილიდან მალევე თუ არის პროცესი, გავათავისუფლოთ. ანუ ნახეთ გლუკოზის დონე განსაზღვრავდა მოსამართლის არჩევანს ერთი და იგივე სიტუაციაში, აი ერთი და იგივე მოცემულობაში, ჭამამდე, როდესაც იყო ჰიპოგლიკემია, ანუ შედარებით ცოტა იყო შაქარი, გაღიზიანებული იყო, ერთი სული ქონდა, როდის მორჩებოდა და არა. და აგრესია. ხო, და ახალ ნაჭამზე, როდესაც შაქარმა მოიმატა, ხო, კაუში. ანუ ადამიანის ბედი გადაწყვეტა გლუკოზის დონემ სიცხეში. ერთმა ჭამო. ხო. მაგითო უჭამ რომ მეუნები რას უჭამ? აი რო კარგასიაზე. ხო.
ანუ სუქანი ხალხი უფრო ისენი არიან, რა ქვია. სუქაშურს არის ეგეთი სტერეოტიპი, აი მულტფილმებიც რომ ნახოთ და ზღაპრებიც, ხო? კეთილი დედოფალი და მეფე პუტკუნები არიან და ბოროტი ვეზირი გამხდარი გრძელი ცხვირით და გამოშვერული ნიკაპით, ხო? ანუ სუქან ადამიანები უფრო ნაკლებად არიან დამოკიდებული ალკო, ნარკო და თამაშზე. იცით როგორი ხოთაშორის კონსტიტუციური ესეთი ის არის თეორიაც, რომ აი თქვათ ასთენიური ტიპები, ათლეტიკური ტიპები და პიკნიკი. ანუ ასთენიური არის ესეთი ძალიან ესეთი თხელი რაღაცა ნაკლები კუნთებით, რაღაც ძალიან ესეთი ათლეტიური აი როგორც თაზო და თქვათ პიკნიკი ესეთი სწორი კისერი, ესეთი კოთხედის სხეული რაღაცა. აი ერთი და იგივე პათოლოგია, თქვათ შფოთვითი აშლილობა. აი ამ სამ ტიპში სხვადასხვანაირად მიდის და სხვადასხვა მექანიზმებით არის გაფორმებული. აი ერთი და იგივე პათოლოგიაა, მაგრამ სხვადასხვანაირად მიდის. იმიტომ რომ ტიპაჟი სხვა არის და ეს მხოლოდ სხეულებრივი განსხვავება არ არის. ხვდებით? მაგალითად ეხლა რაც უფრო მეტია ცხიმოვანი ქსოვილი, მაგალითად მამაკაცში. ეს ნიშნავს იმას, რომ იწყება ეგრეთ წოდებული პერიფერიული არომატიზაცია ანდროგენების. ეს რას ნიშნავს? მამრობით სასქესო ჰორმონი ცხიმოვან ქსოვილში გარდაიქმნება მდედრობით სასქესო ჰორმონებად. შესაბამისად, რაც უფრო მეტია წონა და მეტია ცხიმოვანი ქსოვილი, გამოხატულია მაგალითად გინეკომასტია. კლებულობს ლიბიდო, მიდრეკილება აქვს დიაბეტისკენ, თქვათ ეს მეტაბოლური სინდრომი. ნახეთ, ნივთიერებები რა გაქვს? ცხიმოვანი ქსოვილი როგორია? ღვიძლის ფუნქცია როგორია? გარდაიქმნება ანდროგენები მამრობითი დედრობითში, შენ ტვინზე მეტი მდედრობითი მოქმედებს და იცვლება არა მხოლოდ ლიბიდო, ხასიათი იცვლება. ეს ნივთიერებებია. შესაბამისად, აი ამ სამ ტიპში, ასთენიური ტიპი, ათლეტიკური ტიპი და პიკნიკის ტიპი, მკურნალობა, რეაბილიტაცია, ფსიქოლოგიური ზემოქმედება და მედიკამენტოზური მკურნალობა სხვადასხვა შედეგს იძლევა და სხვადასხვა ტაქტიკას საჭიროებს. გააღწრեցილი გამხდარი წრიპა ბიჭის და სუქანა ესეთი ბიჭის ერთნაირი მეთოდით მკურნალობა ერთი და იგივე შედეგს არ დაგიდებს. და რაც შეეხება რა უნდა გავაკეთოთ რომ არ იყოს ჩვენი შვილი დამოკიდებული არ იყოს ხო პირველი რასაკვირველია ძალიან ბანალურია ნაკლები სტრესი უნდა იყოს არ ვიცი როგორ ამ სიტუაციაში ნაკლები სტრესი როგორ უნდა იყოს რაც არის შესაძლებელი იმდენი სტრესი უნდა იყოს რასაც გაუმკლავდება თვითონ გასაგებია მესმის რასაც ამბობთ მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხო ეხლა მეორე რაც არის ოჯახმა უნდა მისცეს შინაგანი ფასეულობა რომელიც ბავშვს ექნება გარკვეულ მოდელად, პატერნად და აი ამას თავის შინაგან პატერნს ფასეულობების სისტემისა ადერებს რა გარემოს და იცის რა რომ ეს მართლა კარგია, ნაღდია და ეს რაც არის ამასთან მიმართებაში არ მოსულა, ის ვერ მოექცევა გავლენის ქვეშ. აი უნდა ბავშვს ექსპერიმენტი ხედავ რომ შენი შვილი ვთქვათ ასეთი ტიპია რომ სიახლისადმი გამძაფრებული შეგრძნებებისადმი გამძაფრებული აქვს მოთხოვნილება აიღე შვილო ეს სიგარეტი და ერთად მოვწიოთ გინდა მაინც და მაინც ეს მაშრუმი გასინჯო და რაღაცა გავლიოთ ერთად შენ კი არ ირბინო გარე დაიცა ეხლა თუ გაინტერესებს ნარკოტიკი მოდი ერთად გავიკეთოთ ნახეთ როგორი სიტუაციაა აი მაგალითად შუმერში ხალხი ბნელი რო იყო მაშინ ძველ დროს. არ მგონია რომ ბნელი ყოფილიყო, მაგრამ იქ სადაც დღეს ერაყია, იქ იყო ეს დიდებული შუმერი, თავის დიდებული ქალაქებით, ური, ურუქი, ლარსა, ვიცი. ლაგაში. და აქ იყო ესეთი ტაძრული პროსტიტუციის ინსტიტუტი. ტაძრული პროსტიტუცია ნიშნავდა იმას, რომ იყო ქალღმერთი ინანა რაც შემდგომ ასირიულ ვერსიაში არის იშტარ. ინანა იყო სიყვარულის ქალღმერთი და იყო ომის ქალღმერთიც. იმიტომ რომ ორივე ვნებაა. და მისი მსახური ქალები ესენი იყვნენ პრაქტიკულად ქურუმი, პროსტიტუტი ქალები, რომელთათვისაც აუცილებელი იყო, რომ მათ გაეწიათ ეს ინტიმური სამსახური მამაკაცებისათვის განკუთვნილი, რაც ემსახურებოდა ესეთი ზეციური ქორწინების მიწიური გამოვლინება, აი ესე რომ ვთქვათ. მაგრამ რა იყო ახლა საინტერესო? იეროგამიის გარდა რომ ხდება, აი ვთქვათ სიტყვაზე, აი
წყვდიადი დაქორწინდა ღამეზე. ხო, წყვდიადი არის ერებ მაგალითად ფილოსოფიურია. ხო. და ესეთი ნიუქტა არის ღამე. და წყვდიადის სიბნელის და ღამის ქორწინებით იშვა ეროტი. ანუ სიყვარულის ღმერთი. და ეროტი ეს არის მიზიდულობა. აი წყალბადმა ჟანგბადი მიიზიდა და აი მივიღეთ წყალი, ხო? იშვა ვთქვათ მე ერიდა, განხეთქილება, ხო? განხეთქილება არის და ყოველთვის ომს, განხეთქილება არის მრავალფეროვნება. ჩვენ რო ყველას ერთი აზრი გქონდეს, საინტერესო არ იქნება საუბარი. უნდა იყოს რაღაც განხეთქილება, ბჭყალებში განსხვავებული ეს ფადეს მრავალფეროვნებას. აი აქ აი ეს იშტა ეს ისა ხო? ინანა. აი მასში არის თითქოს განხეთქილება, სიყვარული და ომი. მაგრამ ეს ერთი მედლის ორი მხარეა, ორივე ვნება, ორივე ესეთი ექშენია. აი ეს პროსტიტუტი, ქურუმები, ხო, ტარზული პროსტიტუტი. მათი ფუნქცია იყო ის, რომ როგორც კი ვაჟი აღწევდა გარკვეულ სქესობრივი სიმწიფის ასაკს, თქვათ სიტყვაზე 14 წელი, 16 წელი, ხო? მამას მიყავდა ტაძარში და პირველ გამოცდილებას ვაჟები იღებდნენ ტაძარში ქურუმ ქალებთან. ძალკე საკითხი ამის მორალური შეფასება და ეს რა არის და როგორ და რანაირად და რას ვამბობ ახლა მე ვამბობ იმას რაც არის რომ აი ეს პირველი გამოცდილება და ყველა ეს გამოცდილება რომ სქესობრივი ურთიერთობა, ინტიმური ურთიერთობა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეს პირველი ურთიერთობები როგორია თუ ბიჭი ამბობს რომ აი ეს პირველი ჩემი გამოცდილება საშინელება იყო ეს ხო ესე იგი იმისთვის სტრესი და ტრამვა. იმიტომ რომ ამ რიტუალებმა მე არ ვამბობ ტაძრული პროსტიტუციის აღდგენას. მე ვამბობ რომ კულტურა, იმათ ასე ესმოდა და ასეთი კულტურა. ნახეთ? ის რომ მოდი ერთად გავაკეთოთ, ეს არ არის პროპაგანდა. ეს არის ის რომ ვასწავლოთ ამ ადამიანს ჩვენი კულტურის ნაწილი. ჩვენი კულტურის ნაწილი არის სექსის დემონიზაცია. ადამიანის გაყოფა წელსზევით და წელსქვევით, წელსზევით რასაც ყიდი ინტელექტი თურმე კარგია და წელსქვევით ეს ცუდია და სქესისა და სქესის დემონიზაციამ მოგვცა ერიის მასიური ფსიქოზი, რაც ვლინდება ერთმანეთის მიუღებლობაში. აგრესიული ზამბარის აი ასეთი მდგომარეობის პირობებში ეძებენ განსხვავებული როგორ მოსპონ და გაანადგურონ. ჩვენი კულტურა ყოფილა არატოლერანტობა, კაცი იყავ კაცური და სადაც კიდე იქილოცე. ეს სიმღერა ყოფილა მარტო. ჩვენი კულტურა ყოფილა ყველაფერი განსხვავებულის მიწასთან გასწორება. ეს არის ჩვენი კულტურა? აბა, ბავშვებმა ჩვენ ვიცოდეთ ჩვენი ბავშვები სინამდვილეში სად და როგორ დაძვრებიან და როგორ ერთობიან, არც ერთი თმა არ შეგვრჩება თავზე. ჩვენ არ ვიცით ჩვენი შვილები. ჩვენ როგორ დაუძრებოდით ეს? ჩვენ რომ დაუძრებოდით მონაგონია, იმიტომ რომ ეს სხვა თაობა მოვიდა. ეს სხვა ინფორმაციული ტოქსიკოზის პირობებია. როდესაც ბავშვს 13 წლის თუ 12 წლის ბავშვს ტელეფონში აქვს თითქმის 100-მდე პორნო საიტი და ამით ერთმანეთს, ხო? ეს ხო ჩვენ დროს არ იყო? ეხლა ხო სხვა ინფორმაციული ნაკადია. ეგ ცალკე პრობლემა შემოგვივიდა. და ამიტომ რაც უფრო პროგრესულად აზროვნებ შენ რაც უფრო გახსნილი ხარ ბავშვთან და ეტყვი განაისრო შვილო რაც გინდა ისქენი ყველაფერი მოსულა არა უნდა აუხსნა რომ ეს აი ცოდვა მადლის იქეთ აი პატუ სტორონუ დაბრაიზლა არის ესეთი მომენტი ნიჩეს აქვს ეს ნიჩეს ეს ამოღებულია შივაიდმიდან არის ქაშმერული შივაიზმი და არა მხოლოდ ნახეთ ბავშვმა უნდა იცოდეს რომ შენ უპირობოდ გიყვარს რომ არა იმიტომ რომ შენ კარგი ნიშნები მიიღე არა იმიტომ რომ სადაც გატარებ და მე რო ამაში ფული გადავიხადე და შენ რო კარგად გამიმართლე და ამიტომ მიყვარხარ მე შენ უპირობოდ მიყვარ რომ აი ეს ფიქრი დაგება და რაღაც სისაძაგლე დაგესიზმრა ეს მოსულა ტვინის ფუნქცია ეს შენზე დამოკიდებული არ არის ამ ეტაპზე და მე გასწავლი შენ როგორ გამოხვიდე აი ამ გაიგივებიდან რომ შენ სხეული არ ახარ რომ ეს ტვინმა რაც მოგაწოდა მულტფილმები შენ არ ახარ შენ ხარ აი სული რომელიც ბევრად აღემატება ამ ტვინს და შენ შეგიძლია ამ ტვინის მართვა რასაც თაზო ამბობს რომ პრეფრონტალური ქერქის დორსო ლატერალური დორსო ზურგი ლატერალური აი ეს სადაც არის სუპერ ეგო ანუ შენი ცენზორი ის უბანი თუ არ განავითარე შენ ხარ პოტენციური მოძალადე შენ ხარ პოტენციური კილერი შენ ხარ პოტენციურად ნარკომანი და ასე შემდეგ და ეს ნახეთ
ბრალი არ არის, არ განუვითარდა და რაკნას. აი დედას ქონდა სტრესი, მაღალი კორტიზოლი. მაღალი კორტიზოლი არ გარდაიქმნა კორტიზონად. რის შედეგადაც კორტიზოლმა დაათრგუნა ნერვული უჯრედების მიგრაცია, მათი დიფერენციაცია და ამ ბავშვის ტვინი არის სხვანაირი. და ის იქნება მიდრეკული შფოთვითი აშლილობისაკენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტური დეტერმინანტაა. მას შეიძლება კარგი ცოლი შეხვდეს. მოუთმინოს, დააყენოს ფეხზე, გამოიყენოს და მიუხვდეს და ეცოდინება, როდის გაჩუმდეს. იცით, როდის არის იდეალური ურთიერთობა? აი ჩვენ როდის ვართ იდეალური მეგობრები? როდესაც სხვადასხვა დროს ვჩხუბობთ. და ვიცით, როდის გავჩუმდეთ. თუ ორივემ ერთად ვიჩხუბეთ, ჩვენ ხოცავთ. ხო, მე გავჩერდი, ხო, კაი, ჩხუბე, ხო, კაი. და ამ დროს იმუხტება სიტუაცია. შენ განიმუხტები, მე ვიცი. თუ ორივე ერთდროულად ვჩხუბობთ, ხოცავთ. ამრიგად არსებობს გარკვეული კულტურული ტრადიცია, რომ სქესობრივი აღზრდა და კულტურა, კვებითი აღზრდა კულტურა, კვებითი, ხო? არსებობს ურთიერთობების კულტურა, სოციალური კომუნიკაციები, კარტირება, ხო? აი, ეს ადამიანი შენი არის თუ არა, როგორ უნდა მიხვდე. ხო? კი. აი ეს ადგილი, სადაც ხარ, როგორ უნდა მიხვდე, რომ მოიცა, მე აქ რას ვაკეთებ? აი ეს მომენტი, ეს დაშვება რომ იგრძნო რომ ეს ადგილი შენი არ არის. აი მე მაგალითად ვინვარმე პრინციპია ეს. აი მე ვეძებ კარგ მეგობარს. მოიცა სად ეძებ? სად? კარგი მეგობარი სად უნდა ეძებო? კარგ მეგობარს ცუდ ადგილებში ვერ იპოვე. ანუ ხო უნდა იცოდე სად მიდიხარ, სად წახვიდე. გინდა წადი. აი პორნო თეატრში გინდა წასვლა, წადი. არ გვაქვს თორე რა ვიცი მე მგონია რომ ამას ცოტა რაღაცებს ჩაანაცვლებდა ამ დამოკიდებულებას. ნახეთ როგორი მომენტია, აი ეს ფარული ილუზიები, ფარული შეგრძნება, ეს ზირთად ეს დოფამინერგული სისტემა. მე მივხვდი თქვენ რაც უნდა იყოს კულტურულ ჩარჩოებში. აი ეს რატო ვახსენე ახლა ეს ბევრი აკრძალვის გამო ჩვენ დემონიზაციის გამო უნდა იყოს. ჩვენ ბევრი აკრძალვის გამო თუმცა დაუშვით მარიხუანის მოხმარება და მივიღეთ სასწაული. ანუ წაგვლიკა. ნახეთ, იმისათვის რომ რაღაცა დაუშვა. აი ნახეთ, წარმოიდგინეთ მანქანას აკეთებთ. აი ავტოინჟინერი ხარ. აკეთებ მანქანას, აი ყველაფერი დიზაინი გაკეთე, აკუმულატორი ძრავი, ესა სავალი ნაწილი იქითური, აქითური და აი ახლა პირველი რომელი სისტემა უნდა დაამონტაჟო და გააკეთო? გაზი თუ მუხრუჭი? მუხრუჭი. სანამ რაღაცის ლეგალიზაცია, სანამ რაღაცას დაუშვებ, ჯერ სამუხრუჭე სისტემა უნდა გქონდეს შექმნილი. აი ეს მარიხუანა რომ გამოიტანე, იმისი მოხმარების სისტემა და კულტურა ხო უკვე უნდა იყოს დანერგილი. და მივიღეთ ძალიან ბევრი დამოკიდებული ადამიანები. რომ აი მაგალითად აი ეს ნივთიერებები როგორიც არის თქვათ ეს კოკაინი იქნება, ეს რაღაცა ეს მთელი ამბები რა, ეს აკაჩო ჩემი კოკა რა მძიმეა ხა კოკა-კოლაში იყო და ხველების საწინააღმდეგო იყო. კოდეინში იყო, აი კოდეიოს არის ყაყაჩო თარგმანში. კოდეინი, სად არის მანახეთ კოდეინი აღარ არის. ანუ ეს დოზა დამოკიდებულად ის თრგუნავს, რატო აი თქვა ძიმე ინტოქსიკაციის პირობებში იღუპება, რატო იღუპება, სუნთქვის ცენტრი ითიშება. კოდეინო გეუბნება ყაყაჩოა ის ხველების ცენტრზე მოქმედებს და ამშვიდებს ხველებას და დიდი დოზით სუნთქვის ცენტრს გითიშავს. დოზა დამოკიდებულზეა ლაპარაკი, რომ წამალიც და საწამლავიც ერთია. აი ეს ნივთიერებები, აი თქვათ იგივე სასმელები, აი კიკეონი მაგალითად ბერძნულ ეს არის ელევსინურ მისტერიებს, სადაც ასმევდნენ აი ამ სასმელს, ხო? და აკვირდებოდნენ თრიფებს. ეს იყო ელევსინური მისტერიები, 11 დღიანი დღესასწაული იყო ქალღმერთ დემეტრას საპატივცემულოდ და ასმევდნენ ამას და აკვირდებოდნენ ვის როგორი თრიფი ქონდა. და არჩევდნენ ადამიანებს არა იმის მიხედვით ვის რა ქონდა წაკითხული, არამედ ვის როგორი თრიფი ქონდა. ანუ როგორი იმათთვის ეს თრიფი იყო ურთიერთობა სულებთან. ეს ჩვენთვის არის ჰალუცინაცია. იმათთვის ეს რელიგიის სათავე იყო. ანუ არჩევდნენ და აი უკვე იმ გადარჩეულს ვისაც აი ეს სხვანაირი ბიოლოგიური რესურსი ქონდა, იმას ანდობდნენ ფარულ ცოდნას. და ისინი მერე ხდებოდნენ უკვე ნეოფიტები და მერე უკვე ასწავლიდნენ და ხდებოდნენ შემდგომ ქურუმები. მაგრამ რა არის საინტერესო? აი ეს რაშიც იხარშებოდა ეს კიკეონი, ხო? აი ამ ქვაბში ხო რაღაცა ხო რჩებოდა სასმელი. ამ სასმელის ტაძრიდან გატანა სიკვდილით ისჯებოდა.
ანუ ეს ნარკოტიკული ნივთიერებების კოქტეილი, რომელიც გამოიყენებოდა რელიგიურ პრაქტიკაში, იმ სიტუაციაში, იმ რიტუალური, დრამატურგიული, აი ამ სცენარის მიხედვით გამოიყენებოდა, მაგრამ რაც რჩებოდა, იმას ღვრიდნენ. აი ხედან არის, აი წავუქციოთ მიცვალებულს ღვინო, წაქცება წყალი, რომ ეს უკვე მიცვალებული ეს იმ სამყაროსთვის განყოფილია. ნახეთ, როდესაც შენ რაღაცას ლეგალიზაციას ახდენ, შენ წინასწარ უკვე უნდა შეტანილი გქონდეს სასწავლო პროგრამაში, საბავშვო ბაღიდან დაწყებული თუნდაც, ინსტიტუტების, სკოლები და ამ შემდეგ, როგორ რა პირობებში, რისთვის და სად შეიძლება ამის გამოყენება. გამოიტანებ და რა მე რა მივიღეთ დისკრედიტაცია მივიღეთ ნივთიერებების დისკრედიტაცია და წალიკილი მივიღეთ ნარკომანიზაცია რომელიც საჭიროებს სარეაბილიტაციო ცენტრებს სადაც იქნება ფსიქოლოგიური დახმარება იქნება ექიმების პროფესიული ჩართულობა ეს იქნება ენდოკრინოლოგი ეს იქნება ნევროპათოლოგი ეს იქნება ფსიქიატრი პედიატრი ხო ანუ უნდა იყოს სხეულის და ფსიქიკის ერთდროული დახმარება როგორ შეიძლება ახლა თუ ადამიანს გიპერთირეოზი აქვს და შაქრის ცვლის მოშლა აქვს, იმას მარტო სიტყვებით დაეხმარო. ხო, არაფერი. და როგორ შეიძლება მარტო წამლებით დაეხმაროს სულიერ არსებას, რომელსაც აქვს სულიერი ფსიქიკური ტრავმა. იმას სჭირდება სიმართლით მკურნალობა. სიტყვებით რომ მიხვდეს, იმიტომ რომ ხსნა ახსნაშია და შენ უნდა აუხსნა და დაეხმარო თავად მივიდეს დასკვნამდე. რომ ტკივილის გაყუჩება მხოლოდ ტკივილ გამაყუჩებლით არის დამანგრეველი. იმიტომ რომ ტკივილის სიმპტომია და იმას მიზეზი აქვს, რატომ ტკივა იმის მკურნალობაზეა ლაპარაკი. ეს ნივთიერებები არის უძვირფასესი ნივთიერებები. ნივთიერებები, რომლებიც კაცობრიობის ცივილიზაცია შექმნა და შეცვალა. კულტურა შექმნა. ჩვენ ტკივილ გამაყუჩებლებმა და აი ამ ნივთიერებებმა გაგვაძლებინეს გაუსაძლის ტკივილს. აბა მიდი. ტკბილი გტკივა, მოტეხილობა გაქვს. ისეთი ტრავმა გაქვს, ისე ხარ აჩეხილი ბრძოლის ველზე. ხო. აბა მიდი გაუძელი ტკივის. თქვათ გადარჩენა არ ხდება. ასმევე რომ ტკბილად მომკვდარიყო. იმ ბოლო წუთებს პატივისცემა ხომ სჭირდება და ასმევდნენ იმ ჯარისკაცს, იმ მეომარს, რომელიც კვდება ასმევდნენ, რომ ტკბილად მომკვდარიყო. და ამ ნივთიერებების დისკრედიტაცია არის არ მინდა ვთქვა ეს სიტყვა ცუდი რა. მოდი პრობლემაში მივიდეთ, ანუ განვიხილეთ. ანუ ესეთი პოდკასტი არ გქონია ჯერ ცოტა განსხვავებულია. ძირითადად საუბრობთ ხოლმე მაინც დამოკიდებულებაზე, რაც სად მივიდა 40 წლის დამოკიდებული რო მშობლისთვის ბავშვია, აგერ ხშირად მოყავთ ხოლმე ცენტრში და ამბობენ რომ 40 წლის ბავშვი მოვიყვანე და გახედავ და 40 წლის კაცი დგას იქ. ანუ დედის და შვილის დამოკიდებულებაა და ამ თემაზე მაინტერესებს მოკლე თქვენი აზრი, რატო მიაჩნიათ დედებს შვილები და მამებს შვილები ესე და ბოლოსკენ რო წავიდეთ, მაინტერესებს ანუ ტრანსფორმაცია, რომელიც ხდება ადამიანში და ანუ არაფხიზლიდან გადმოიქნება სიფხიზლეში, რომელიც არის ხდება სრულფასოვანი ადამიანი მას შემდეგ რაც გადმოვა უკვე სიფხიზლეში. სიფხიზლეზე დიდი кайფი არ არსებობს. მაგას ვამბობ მეც. და იმისათვის რომ გამოფხიზლდე, უნდა გქონდეს ამისი საჭიროება. ანუ ტრიგერი. ანუ შენ უნდა გქონდეს სერიოზული მოტივი. აი წარმოიდგინეთ უკიდეგანოდ შეგიყვარდა არასდროს ასე ამდაგვარად არ გყარებია. შენ აღარ გინდა დათრობა. შენ გინდა დაინახო ფხიზლად. არა, ვერ დავლევ, არ მინდა, მე ფხიზლად მინდა დავინახო. ეს იმდენად დიდი ბედნიერებაა და იმდენად დიდი აღტაცებაა, რომ შენ ამას ნარკოტიკით და ალკოჰოლით არ გააზავებ. ფხიზლად გინდა შეიგრძნო ეს. სიყვარულის დეფიციტი, რეალობისგან გაქცევა, ტკივილი, ძირთადად მიზეზი, როდესაც შენ გარბი ხარ სიფხიზლიდან. იმიტომ რომ ის რაც რეალობაში ხდება არ მოგწონს. უსიყვარულობაა და იმიტომ. მეორე რა თქმა უნდა ის ყბადაღებული თემა ჭიპლარის დროული ჩაჭრა არ ჩაჭრა. ხო, ქართველი ბავშვის, კაცის, ადამიანის ბავშვობის პირველი 40 წელი რო რთულია. ეს ვიცით. 55 შეიძლება იყოს. მე მინახავს მაგალითად ადამიანი, რომელიც 60 წელს მიტანებული ცოლი არ მოყავს, იმიტომ რომ დედას არ უნდა. ხო. და თვითონ უნდა? თვითონ უნდა.
მაგრამ დედას არ უნდა ეს, რაც ამას უნდა. ეხლა ნახეთ, ინფანტილურობა კუბოს ფიცრამდე. აი ეს ინფანტილიზმი აი რაზეც თაზო ამბობდა. სწორედ აი იმ ტვინის უბნიდან არის აი ის ქერქი და პრეფრონტალური და ეს დორსოლატერალური და დორსომედიალური. ტვინის განვითარება, რასაც სჭირდება განათლება. ანუ სიყვარული და განათლება. სხვა გზა არ არის. განათლებაში არ შედის ბევრი წიგნის წაკითხვა, არამედ იმის გააზრება, რაც წავიკითხეთ. რა თქმა უნდა. რატო ინფორმირებული იდიოტები? რამდენი გინდა? ხო, ანუ გააზრებათ თუ არ ვიცით რაღაცები, აი შვილო ნახე ეს ახლა რემბრანტი დაიმახსოვრე ნანახი გაკიცოდე რომ მკითხონ იტყვი. არა. შენ თუ ის არ იგრძენი და აი არ შეხვედი ეს ინტიმური ინვაზია არ მოხდა, არ გააცოცხლე, ხო რა აზრი აქვს? იმ მუზეუმში სიაროს რა, ან იმ წიგს რა, კაფკა წაიკითხე რა, მე კაფკა რო წაიკითხე. რა, მისი თემაა საინტერესო, თორე რა წერის მანერა. მოხსოვსან რო წაიკითხე რა. ხო რა, შეგვაძულეს სკოლაში და ამ დროს ასეთი წიგნი არ არსებობს მსოფლიოში. არა, იმიტომ რომ ქართველი ვარ, არ არის მსგავსი წიგნი, არ არსებობს მსოფლიოში. კი, მახაბხარატას კორპუსი ბევრად დიდია, მაგრამ ასეთი პოეზია, კი, დანტე დიდია, მაგრამ ასეთი მასშტაბი როგორც რუსთაველს არ აქვს. რა თქმა უნდა, ყველა ფრაზა ჩემი აზრით დიდი ფილოსოფიაა. მარტო იმის გამბედაობა როგორია, მარტო ის როგორ უნდა გაებედა ამ დიდებულ კაცს, რომლის საფლავიც არ აქვს და ისიც კი არ ვიცით რა ერქვა სინამდვილეში, ხო? რომ ესეთი მე-12 საუკუნეა, როგორი ქრისტიანობა ვახა, რენესანსი და ჰაი-ჰუი და ერთი სიტყვა არა, ნათქვამი ქრისტეს. ამიტომ დევნი და ანუ რა, რომ ის ამბობს, რომ ჭეშმარიტება ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე პერსონიფიცირებული წარმოდგენა ღმერთზე. რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბედობის. დიდი მადლობა მოწვევისთვის. არა, მე მგონი შეჯამება არ გაგვიკეთებია ამისი. თაზო ხალბატონმა დიამ ძალიან საინტერესო ცდილობარაკა, მაგრამ შენ ამას ეთანხმები თუ არ ეთანხმები, იმიტომ რომ შენ ეს გზა გავლილი გაქვს. მე არ შემიძლია არ დავეთანხმო ბიოლოგიას და მედიცინას, რაც არის კვლევებზე და დაყრდნობილი, უბრალოდ შეიძლება მე არ ვიყენებდი ამას უშუალოდ თერაპიულ მიდგომაში. თორე არ დავეთანხმო იმას, რაც თქვენ აღწერეთ და შენ აღწერე. არ შეიძლება, იმიტომ რომ მაშინ უნდა უკუვაგდო და თქვა რომ ეს არ არსებობს, იმას არსებობს. რას გეკითხე, ვიცი, პროცესი რომელიც შენ გაიარე, შენ ხო ეს გაცნობიერებულად, ესე მედიცინურად, ბიოლოგიურად რაღაცა არ გაგიგია. რაღაცა თქვით რომ სიყვარული გაგება და სიყვარული რა არის, ხო? სიყვარული ისე კი არა, როგორც ვიღაცას მე უყვარვარ. სიყვარული ისე როგორც მე მინდა რომ უყვარდეთ, ეს არის სიყვარული ჩემთვის რა. მე როგორც მინდა, ისე რომ უყვარვარ ვიღაცას, მე მაშინ ვიტყვი რომ იმ ადამიანს მე უყვარვარ. და ეს სიყვარული ბავშვობიდან რო ზდევს ურთიერთობას, რაც არ უნდა იქ შფოთი და სტრესი იყოს, ეს სიყვარული როცა ზდევს, აი ეს მიმღებლობა უპირობო სიყვარული, მოსმენა ბავშვის, დავждეთ მისი ცნობის მოყარეობის ხაზგასმა, რომ რაღაცები გაინტერესებს და ეს შინაარსები კი არ უნდა დათრგუნო პირიქით, აბა რა გაინტერესებს. რა არის მაგის უკან, ამისი გარკვევა, ის რომ ფიქრი არ არის, ეს ყველაფერი რას ნიშნავს? ანუ აქ ამ დროს ეს რაც აუღწერეთ, ახლა ეს არის მშობლის და შვილის ურთიერთობა. და ამ ურთიერთობაში არ არსებობს რაიმე, რაც ამ ბავშვმა რო არ გამოიმუშაოს თვითრეგულაცია. თუ ესეთი ურთიერთობა არის ჩამოყალიბებული, სადაც სიყვარულია და გაგება, იქ თვითრეგულაციაც ჩნდება და სადაც ეს არ არის, იქ არ არის რეგულაცია, იქ არის დისრეგულაცია და დისბალანსი. დისბალანსი მივყავართ ყოველთვის რაღაცა ძალადობა. ძალადობა და რაღაცა მინდა გარემოდან შემოვიტანო ჩემში, რომ მოვიდე ბალანსში, ჰომეოსტაზში. ეს იქნება ნარკოტიკი, ალკოჰოლი, თუ რა მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა არ აქვს რა. უზნეო ქცევა. მნიშვნელობა არ აქვს რა. ყოველ შემთხვევაში, ნებისმიერ შემთხვევაში ეს ნარკოტიკი იქნება, ალკოჰოლი იქნება, თამაში იქნება თუ სხვა გაუყოღმართებული ქცევა, ეს არის რაღაცა დანაკლისის შევსების მცდელობა. ესე იგი რაღაცა შია. აი ეს რაღაცა შია, აი მაგალითად რა ქშივა, მაგალითად, ხო? აი შივა, აი ხინკალი შივა. ის იმას რო აჭამო, თქვათ, შემწვარი კვერცხი არ კმაყოფილდება, იმას შივა. ხო, მამოფა, ესე იგი, ჩემი გადმოსახედიდან რაც არის, ხო? აი ეს შიმშილი ეს უნდა დაკმაყოფილდეს, იმიტომ რომ აქედან იკმაყოფილებს, იმ ნარკოტიკიდან იკმაყოფილებს. შიმშილია.
შიმშილე რაღაცა მოთხოვნილება. ანუ ეკონომიკურად მოთხოვნილება აქ არ არის ეკონომიკა, აქ არის მოთხოვნილება ნდობის ადამიანების, რომ მე რო ვენდო ადამიანებს აქ მოთხოვნილება არის, რომ მე ვიყო ავთენტური, რასაც განვიცდი, რომ მიიღოს შემა დედამ, რომ მე განვიცდი ხა შურს, განვიცდი ხა ბრას, განვიცდი ხა ხო კეთილიერი ვართ. იდეაში ხო კეთილიერი ვართ. რას ნიშნავს კეთილი და ანუ ჩვენ არა ვართ აგრესიული ხალხი არა. შობელსაც არა აქვს უნარი მიღების ამისი შობელი ვერ უძლებს ამას შობელს არა აქვს მაგდენი აბა რატომ ყავს შვილი მაშინ თუ ვერ გაუძელი მაშინ რატო გავაჩინე თუ უნდა ვეჭხუბო იცით რა არის აქ არის ბანკიერი წრე თუ სპირალი ის მშობელიც ტრამვირებულია ის რო ჩაეკითხო იმ დედას და მამას იმასაც რაღაც ან მამა ყავდა ისეთი ან დედა ყავდა ისეთი ისიც მშიერია მე ეს ორი მშიერი ადამიანი შეუღლდა და ორი მარტოსული აღმოჩნდა თუ გაუმართლათ და კარგად ხო კარგი მაგრამ ესენი ეს მარტოხელა ადამიანები თუ მათ არ აღმოაჩნდათ ეს დიდი სიყვარული და უბრალოდ ოჯახი იყო საჭირო. ხო, ესე იგი იქაც ეს ბავშვები ამ მოდელს იღებენ. ეს ხო მე იმის ის ბაბუას და პაპაც ესეთი იყო. მაშინ მე ომი იყო, მე შიმშილი იყო, მე სულ ვაიუშელებელი იყო. ანუ არ მთავრდება აი ეს სტრესის სხეულებრივი გენერაცია არ მთავრდება და სადღაც ხომ უნდა შეწყდეს ეს ხო? აი ეს შეწყვეტა არის მხოლოდ და მხოლოდ განათლებით. მხოლოდ და მხოლოდ განათლებით. როგორ შეიძლება მოვიწყინო? ნათელი მოვფინოთ. როდესაც ამდენი საინტერესო რამ ხდება სამყაროში. ნათელი მოვფინოთ ჩემს გაუცნობიერებას. როგორ შეიძლება ჩავარდე შენ შემოქმედებით კრიზისში? როდესაც ამდენი რამ არის, ამდენი ნახატი, ამდენი წიგნი, ამდენი ფილმი, ამდენი სპექტაკლი, ამდენი საინტერესო ადამიანია. ასეთი საინტერესოა სამყარო, როგორ შეიძლება დათვრე სულ? შურსა შენიო, იმიტომ რომ ბევრი ისა რო ქვიო, ბევრი წიგნის საკითხო გელოდება წინო. ხო. ანუ რას ურჩევთ მშობლებს, რომ ბევრი ხანი ითამაშონ ბავშვებთან? ხო. ბევრი დრო გაატარონ და შეიძლება არ კონდეს ფული, მაგრამ ბავშვთან ერთად წახვიდე სადღაც უფასო თუ რამე დარჩა ტყე, ხე, ბუჩქი, წამოწვე და უყურო ცას. დაითვალო ვარსკვლავები და უთხრა აი ეს სამი ვარსკვლავი არის ორიონის სარტყელი და ეს არის ბეთელგეიზე და ეს რიგელი და ეს ბელატრიქსი რომ რაღაცა რომ აი ეს ეხლა ეს რომ გაიხედო რომ სადღაც აი სატურნის რკალები ბავშვთან ერთად იყო ბავშვთან ერთად ითამაშო მასთან ერთად ბავშვთან ერთად უნდა დაგვეწყო პოდკასტი და მე მგონი აქ ვამთავრებთ ნუ ეხლა არა ძალიან საინტერესო იყო და ახალი ინფორმაცია იყო და ძალიან ალბათონი დიახ, მოსმენად 3 საათი, 4 საათი რომ დავჭით მე არ მომბეზდება, თუმცა ეხლა ცოტა არ ვიცი რამდენად ძილობიანად ვიჭრებოდი, მაგრამ როცა კითხვა მებადება, ანუ მე უფრო საზოგადოების პოზიციიდან ვაპარაკობ და ადამიანი როცა უყურებს, რა ილაპარაკა ეხლა ამან რა თქواس, იმიტომ რომ ცოტა სამ მედიცინაშიც ცოტა ნაკლებად გარკვეულები ვართ. პოეზია გონია რომ ვიცით, ყველაზე მეტი პოეტი ყავდა, ყველაზე ბევრი პატრიოტი პოეტი ყავდა, თუმცა პატრიოტიზმს რა ვიცი, რა გითხრათ. ბევრი ძალიან მაგარი ფილოსოფიური ნაწარმოები გვაქვს, მაგრამ ფილოსოფოსები გონია რომ რაღაც იჭდნენ და რაღაცებს უსაქმურობდნენ. მოკლედ მეც ვფიქრობ, რომ განათლებაშია მთელი გასაღები იმის, რასაც ჩვენ ვებრძვით რა, გვინდა რომ უშველოთ. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო დია. ძალიან დიდი მადლობა მოსვლის. დიდი მადლობა თქვენ მიჯობოდა. დიდი მადლობა ბატონო. მომავალი შეხვედრის იმედით გემშვიდობებით. აუცილებლად გავაკეთოთ შემდეგი პოდკასტი და გავაგრძელოთ ეს თემა, იმიტომ რომ ეს თემა არის ამოუწურავი. დიდი მადლობა ვინც გვიყურებდით და ვინც გავიწელით ამდენი ხანი. ნამასტე. კაი იყო.